Надо гестижини, აფხაზეთის საქართველოა არა რუსულ რეჟიმს თბილისში მსვლელობა იმართება. აფხაზეთის ოკუპაციის 32 წლის დავნან დაკავშირებით მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მსვლელობაში მონაწილეობენ დევნილები, რომლებსაც უჭირავთ ბანერები წარწერით ერთად ერთისთვის აფხაზეთისთვის. ისმის შეძახილები თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ ოცნებას. მსვლელობის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით კალაძის შტაბთანაც შეჩერდნენ. რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან თამარა შენიდან დღეს 5 ბავშვი გაიტაცეს. ბავშვები 10-12 წლისები არიან. გატაცების შესახებ ადგილობრივებს სხვა ბავშვებმა შეატყობინეს, რომლებიც ოკუპანტების გამოჩენის შემდეგ გაიქცნენ. მომხდარიდან ცოტა ხანში სუსში განაცხადებს, რომ ბავშვები თავისუფლები არიან და საფრთხე არ ემუქრებათ. მოზარდები გორის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. სხვა დეტალები უცნობია. ისრაელის პატრიოტის კომპლექსი უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. ზელენსკის თქმით, შემოდგომაზე კიდევ 200 რაკეტს საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას მიიღებენ. ზელენსკი გამოეხმაურა უნგრული დრონის მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევასაც და თქვა, რომ უნგრეთის ხელისუფლება სახიფათო ქმედებებს ჩადის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის.